დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა იქნება შემდეგ კითხვაზე. რატომ გაქრა ჩაფიქრებული პიროვნება ურთიერთობიდან? რატომ წავიდა? ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც აქვს საკმაოდ ღრმა შინაგანი სამყარო, მაგრამ ამასთან ერთად ცოტა დეპრესიისკენ, ნეგატიური ფიქრებისკენ მიდრეკილება. მას აქვს ბავშვობის ტრავმები, რომლებიც დღემდე მოქმედებს მასზე, შიშები, კომპლექსები. ძალიან ცდილობს ეს ყველაფერი არ იყოს გარედან შესამჩნევი, თუმცა მასზე ურთიერთობაში ეს ყველაფერი მოქმედებს, მაინც მის ქცევაზე მოქმედებს. ზოგადად ურთიერთობებთან დაკავშირებითაც აქვს საკმაოდ უსიამოვნო ცუდი გამოცდილება. თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს გრძნობები ნამდვილად აქვს, ახლაც. თუმცა მისთვის ის ფაქტი, რომ ვინმე შეიძლება შეუყვარდეს, ვინმესთან შეიძლება შევიდეს სერიოზულ ურთიერთობაში, ქვეცნობიერად ასოცირდება გარკვეულ საფრთხესთან. ძალიან ეშინია სერიოზულ ურთიერთობაში შესვლის, ვინმე შეყვარების. ამიტომ როგორც კი გრძნობს, რომ არის რაღაც მსგავსი სიტუაცია, სადაც უკვე რეალური გრძნობები უჩნდება, მაშინვე დისტანცირდება. ასევე რისი თქმაც შემიძლია, ეს პიროვნება ძალიან ხშირად თავისი ამ შიშების, ტრავმების გადაფარვას და კომპენსირებას ცდილობს იმით, რომ ურთიერთობაში მიმართავს მანიპულაციებს. ხშირად თამაშობს სხვა ადამიანის პარტნიორის ემოციებით, გრძნობებით და ამით თითქოს საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს. მთავარი მიზეზი, რის გამოც გაქრა და წავიდა ურთიერთობიდან, არის ის, რომ იგრძნო თქვენთან მიმართებაში, ქონდა უკვე რეალური გრძნობები და ჩათვალა, რომ ამისთვის მზად არ იყო, ამას ვერ გაუმკლავდებოდა, არ იყო მზად იმისთვის, რომ რაღაც სერიოზულ ურთიერთობაში შესულიყო, ამიტომ დისტანცირდა. ეს ადამიანი თქვენთან დაბრუნდება, თუმცა სხვა საკითხია თქვენ რამდენად გიღირთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.